გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გენანდია. წერტილში ინვესტორის ხმის დროა, ჩვენი სტუმარი დღეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვია ჩხარტიშვილი იქნება. ეკონომიკის ახალ მინისტრისთვის ბოლოს შევხვდებით, მთავარი თემა ფოთის სპორტის გაფართოება იქნება, თქვა მან BMG-სთან ინტერვიუში ივლისის დასაწყისში. საინტერესოდ მოიცალა ინვესტორისთვის მარიამ ხრუვიშვილმა და კონკრეტული პროგრესი თუ ჩანს, რაც მთავარია, რადგან წლებია ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს, მაგრამ მოლაპარაკებებს წერტილი ვერ დაესვა. გულისხმობ პოზიტიურ წერტილს. შეგახსენებთ, რომ ფოთის სპორტის გაფართოებაზე საუბრები 2018 წლიდან მიდის. სპორტის ოპერატორი კომპანია IPM ტერმინალსის შარშანდელი წლიური ანგარიშის თანახმად გაფართოების პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება $300 მილიონამდეა. გაფართოების გეგმა მოიცავს არსებული პორტის მიმდებარედ ჩრდილოეთით ახალი 330 მეტრიანი ნავმისადგომის და 1500 მეტრიანი ტალღმჭრალის მშენებლობას, ასევე პორტთან თითქმის 7 ჰექტარის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალის მოწყობას. კომპანიის წლურ ანგარიშში ასევე ეწერა, რომ IPM ტერმინალსმა ფოთის სპორტის გაფართოების შესახებ მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მეუღიათ. პროცესი შეჩერებულია და ველოდებით გადაწყვეტილებას და შემდგომ ნაბიჯებს მთავრობისგანო აღნიშნული იყო შარშანდელ წლეურ ანგარიში. არ ვიცი ბოლო ერთ წელიწადში თუ შეიცვალა რამე ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაში, მაგრამ როდესაც მარიამ ხრუვიშვილის წინამორბედს პერიოდულად ვუსვამდი კითხვას, რატომ ვერ დაესვა წერტილი ფოთის სპორტის გაფართოების საკითხს, რომელზეც 2018 წლიდან მიდის კომუნიკაცია, ლევან დავითაშვილი გვეუბნებოდა, რომ მიზეზი ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილება იყო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში 2024 წელს კი გითხრა, რომ IPM-ი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვდა, რისი აღება ცანაკლიის სპორტის მშენებლობის პარალელურად სახელმწიფოსთვის დიდი ტვირთი იყო. როგორც უკვე ინვესტორთან გავარკვიეთ, მოგვიანებით კომპანია გზის და რკინიგზის მშენებლობაში სახელმწიფოს კონტრიბუციას ითხოვდა, რის გარეშეც ახალი ნავმისადგომის მშენებლობა აზრს კარგავდა. საუბარი შეეხებოდა დაახლოებით 1,5 კილომეტრის სიგრძის ორზოლიანი გზის და ერთზოლიანი რკინიგზის აშენება დაერთებაზე პორტის არსებულ ინფრასტრუქტურასთან. მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენდა ფოთის სპორტის გაფართოებისთვის საჭირო მიწების გადაცემის საკითხი და ასევე ფასი თუ რა თანხად მოუწევდა IPM ტერმინალს სახელმწიფოსგან ამ მიწის გამოსყიდვა. ეს ყველაფერი იყო ერთი წლის წინ, რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში, ოდნავ მაინც თუ დაახლოვდა ინვესტორის და მთავრობის პოზიციები, მოვიკითხავთ ზვია ჩხარტიშვილთან რამდენიმე წუთში. ერთი რამ ფაქტია, ჯერჯერობით არც ანაკლიის სპორტს ხავს მთავარი ინვესტორი და წლებია ჭიანურდება ფოთის სპორტის გაფართოებაც, რომლის გამტარუნარიანობა უკვე მაქსიმალურ ზღვარს 600,000 ტეუს უახლოვდება. საქმე ის არის, რომ წელს 8 თვეში IPM ტერმინალს ფოთმა 432,216 ტევ კონტეინერი დაამუშავა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-იანი ზრდაა. რა ფაქტორებმა განაპირობა ტვირთების ზრდა, საიდან მოდის ტვირთები და რა გამოწვევების წინაშე დავდგებით თუ ტვირთბრუნვა ზრდა გააგრძელა, შუადერეფანმა არ დაკარგა აქტუალობა, რაც ძალიან კარგია, ხოლო ფოთის სპორტის გაფართოების გეგმაზე მოლაპარაკებები ფინალში ვერ გავიდა. მოკლედ, რა სურს ინვესტორს დღეს და რაში ვერ არწმუნებს სახელმწიფოს ამ დრომდე. კიდევ ერთხელ დავსვამთ ამ კითხვებს ზვია ჩხარტიშვილთან ერთად, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი, უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტობის ზვია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვიდრე ფოთის სპორტის გაფართოების ამ დრომდე ფინალში ვერ გასულ მოლაპარაკებებზე ვისაუბრებთ და იმედია სიახლეები გაქვთ პოზიტიური. პირველ რიგში მოგვიყევით მეტი, როგორი შედეგებით ჩახურეთ 8 თვე. ძირითადად რა ფაქტორებმა განაპირობა ტვირთების ზრდა წელს? საღამოშტობის მოწვევისთვის ჩვენ გამოვაქვთ 8 თვის მონაცემები და თქვენ ნახეთ, რომ 422,000 ტევ აქვს დამუშავებული, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს საკმაოდ დადებითი მაჩვენებელი არის ერთის მხრივ, მეორეს მხრივ პორტი თითქმის სრულად დატვირთულია. ჩვენ თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, ჩვენ შეიძლება პორტის წლიურ მოცულობა და გამტარუნარიანობის ზედაზღვარს გადავაცილოთ. ანუ არ შეიძლება მათემატიკურად თქვათ, რომ რაიმე ზედაზღვარი არსებობდეს, რისი გადაჭარბებაც შეიძლება, მაგრამ პრაქტიკაში ასე ხდება, რომ ჩვენ რაოდენობაში შეიძლება გადავაჭარბოთ, მაგრამ სავარაუდოდ მოყვება გემების დამუშავების დროის გაზრდა და შეფერხებები. ანუ ეს სავარაუდოდ უკვე დღევანდელი გადასახედიდან მოსალოდნელი არის წლის ბოლომდე. ტვირთების გეოგრაფიას რაც შეეხება, მოგვიყევით მეტი რა ტვირთებს ვამუშავებთ, რა ნაწილი რჩება აქ, ტრანზიტზე რა წვლილი მოდის და შემდეგ უკვე ფართოდ შევეხოთ. ჩვენ ძირითადად ვამუშავებთ, ან
აბსოლუტურად ყველა სახისთვის დაწყებული პირველადი მოხმარების პროდუქტიდან სამშენებლო მასალები, აგრეთვე მსუბუქი ავტომობილები, სამშენებლო არაგაბარიტული პროექტები და გეოგრაფიაც საკმაოდ ფართო არეალს წარმოადგენს ეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აგრეთვე ჩინეთიდან, ევროპის მიმართულებით, აგრეთვე ევროპიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ან აბსოლუტურად ყველა არეალი და აბსოლუტურად ყველა სახის თვირთს ვამუშავებთ ფოთის საზღვაო ნავსადგურში და თქვენ იცით რომ დაახლოებით 70% არის ტრანზიტი, ანუ ფოთის ნავსადგური ემსახურება საქართველოს და აგრეთვე კავკასიის რეგიონს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. კი ბატონო. ზუსტად გასაგებია რომ ის გეგმა რაც გულისხმობს გაფართოებას ჯერჯერობით ვერ გავიდა მოლაპარაკებები ბოლოში და ამაზე ვისაუბრებთ რა თქმა უნდა როგორც დავაანონსე, მაგრამ როგორც ნახეთ თქვენს ვებგვერდზეც თქვენ ცდილობთ რა შესაძლებლობაც არის იმ ნაწილში გამტარუნარიანობა გაზარდოთ, ახალი ტერმინალი დაამატოთ, წელსაც დაამატეთ, ხო? როგორც წავიკითხე ეს სიახლე. შეგიძლიათ ცოტა მეტი გითხრათ ინვესტიციაზე დაახლოებით, აი რა გქონდათ დაგეგმილი და რა მოცულობის ინვესტიცია ჩადო APM ტერმინალსმა წელს, აი ჯამური რაც ნახე მეორე კვარტალში ზოგადად ტრანსპორტში, სადაც ალბათ თქვენც მოიაზრებით, სადღაც $40 მილიონამდეა. თქვენი რა წელი იყო? ანუ ჩვენ გვაქვს ძირითადი საინვესტიციო პროექტი, რასაც ქვია ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი ჩრდილოეთ ნაწილში, ჩვენს არსებულ ტერიტორიაზე. თქვენ იცით რომ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ, მაგრამ ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორც საქართველოს, აგრეთვე რეგიონის, კავკასიის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების და პარტნიორების წინაშე, შესაბამისად, ჩვენ არსებული რეალობის ფარგლებშიც უნდა მოვახერხოთ სიმძლავრეების გაზრდა და ჩვენ მოვახერხეთ. ერთის მხრივ ჩვენ დამატებით 5 ჰექტარი ტერიტორია შევიძინეთ ნავსადგურის მახლობლად და დაახლოებით 50,000 ტეუთი გავზარდეთ ჩვენი წლიური გამტარუნარიანობა. აგრეთვე ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიცია ტექნიკის შეძენაში და თანამედროვე ტექნიკის შეძენა განვახორციელებთ, რათა უფრო მეტი გახდეს ჩვენი წარმადობა. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ინვესტირებას, მაგრამ აქ ერთი რამ არის ყურადსაღები, რომ როდესაც ჩვენ ვიძახით იმ დიდ ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტს, ის უკვე იქნება თანამედროვე რეალობის და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად უკვე მოწყობილი ტერმინალი, რომელსაც სრულიად სხვა საოპერაციო ციკლი ექნება და აგრეთვე ტექნიკაც იქნება შესაბამისად უკვე ნაკლები ემისიით, რაც ჩვენი კომპანიის, როგორც Myers Group-ის ერთ-ერთი პასუხისმგებლობა არის და თვითონ მივიღებთ საქართველოს და რეგიონი მიიღებს ახალ ოპერირების მოდელს. ამიტომ ეს არის ჩვენი ძირითადი ინვესტიცია, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე ჩვენ უკვე განვახორციელებთ ინვესტიცია და კვლავ განვახორციელებთ მცირე ოდენობით ინვესტიციებს. დაახლოებით რა მოცულობის არის ეს ინვესტიცია? დაახლოებით არის, შეიძლება თქვას 20 მილიონი, შეიძლება მეტიც იყოს შემდეგ წელს, ეს უკვე დამოკიდებული არის არსებულ რეალობას პლუს უკვე რა პროგნოზები გვიქნება და რა მაჩვენებლებზე გავავალთ ჩვენ შემდეგ წელს. ვისაუბროთ მთავარ ინვესტიციაზე, ფოთის სპორტის გაფართოების 300 მილიონიანი პროექტი, მე დასაწყისშიც აღვნიშნე ბოლო ინფორმაცია რაც ჩვენ მქონდა მარიამ ქრივიშვილთან შეხვედრას ელოდით. თუ შეხვდით უკვე ალბათ პირველი გაცნობით ხასიათის შეხვედრა ექნებოდა, მაგრამ მინისტრს წინამორბედებისგან გარკვეული ინფორმაცია ექნებოდა, მათ შორის კურატორი მოადგილისგან. რა შთაბეჭდილებით? გალბატონ მარიამთან გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა, ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის მონაწილეობით და რეალურად აქვს მას ინფორმაცია, რა თქმა უნდა, წინამორბედისგან, მაგრამ გთხოვა რომ მას დასჭირდება რაღაც გარკვეული პერიოდი, რათა უფრო სიღრმისეული ანალიზი მოახდინოს, რადგან თქვენ იცით ხომ, იყო ეკონომიკის სამინისტრისგანაც რაღაც გარკვეული სახის შეკითხვები არსებობდა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც, ჩვენს გვაქვს ჩვენი არგუმენტები, შესაბამისად, გალბატონი მარიამი სჩანს რომ აქვს წარმოდგენა აქვს და აქვს ინფორმაცია, მაგრამ ითხოვა რაღაც გარკვეული პერიოდი და ლოგიკურიც არის რომ კონკრეტულად როდესაც ჩვენ უკვე უნდა დაუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, მათ სჭირდებათ პოზიციის შეჯერება და აგრეთვე ალბათ მთავრობის მეთაურთან პოზიციის შეჯერება. დაახლოებით რაღაც თვე-ორი თვე ითხოვა მან და ჩვენ დაგვირდა რომ აუცილებლად დაუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას და ეს საკმაოდ პოზიტიური გამოდგა ჩვენი შეხვედრა, გაცნობითი შეხვედრა. კი ბატონო, იმედია მექნება საშუალება მარიამ ქრივიშვილსაც დავუსვა ამ თემაზე კითხვები, რომ მეტი ტემპი იყოს, იმიტომ რომ 2018 წლის მერე თითქმის 7 წელია გასული და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ რომ გვიანდება, ფაქტი არის უკვე რომ გვიანდება პროექტის განხორციელება.
კიდევ უფრო რომ არ დაგვიანდეს და ჩვენც განვაახლოთ ინფორმაცია, მე დასაწყისში ვახსენე ბოლო ინფორმაცია, რაც მქონდა, რა პოზიცია ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს და რას ითხოვდა, ასე ვთქვათ, გაფართოების პროექტისთვის APM ტერმინალსი. ეს ყველაფერი ძალაშია, იმიტომ რომ წლeur ანგარიში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, იქ თქვენ გეწერათ, რომ შარშან ჩვენ ჩავაბარეთ გაფართოების პროექტი. შეგიძლიათ მოგვიყვეთ მეტი კიდევ უფრო რას გულისხმობს ეს გაფართოების პროექტი, თქვენ რა გაქვთ გასაკეთებელი და რა სურს ინვესტორს სახელმწიფოს მხრიდან რა სახის მხარდაჭერა და კონტრიბუცია. რაც შეეხება ჩვენს მიერ განსახორციელებელ ინვესტიციას, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ეს არის ახალი დაღუჭრელი მოლო. ეს არის ნავმისადგომი, აგრეთვე საზღვაო აკვატორიის აღმოება განხორციელდება, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება მოვიმსახუროთ აბსოლუტურად ყველა სახის საზღვაო ხომალდს, რომელიც შესაძლებლობა აქვს ბოსფორის სრუტეში განახორციელოს შემოსვლა. შესაბამისად, ის კონკრეტული ნაწილი, რაც თქვენ ახსენეთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა, ყოფილმა მინისტრმა ახსენა, რომ თქვათ რაღაც დიდი სახის კონტრიბუციას ვითხოვდით ჩვენ სახელმწიფოსგან. მაგ ნაწილში უკვე ჩვენ მოლაპარაკებები დავასრულებთ და მივახციეთ კიდევაც განახლებაც არის ეს ინფორმაციის შეგიძლიათ აგრეთვე ჩათვალოთ, რომ ჩვენ არ მოვითხოვეთ ის დიდი ინვესტიცია, რასაც ქვია ფოთის შემოვლითი გზის და ფოთის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება, რაც მართლაც დიდი ინვესტიციასთან არის დაკავშირებული სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ კილომეტრნახევრიანი მხოლოდ ორზოლიანი ვიწრო გზა გაკეთდეს და ერთ ლიანდაგიანი, ერთ ხაზიანი რკინიგზა. ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შევჯერდით პოზიციებზე, რომ შეიძლება ეს არ იყოს დიდი კონტრიბუცია, მაგრამ ის მინიმალური კონტრიბუცია იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რაც ვთქვათ, ახალი პორტის ოპერირებაში ჩვენ ხელს არ შეგვიშლის. ანუ ეგ საკითხი უკვე შეთანხმებული არის. ანუ წერტილი დასმულია ამ საკითხზე. მაგ საკითხთან დაკავშირებით დასმულია წერტილი, მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ფოთის არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აქ არ არის საუბარი მხოლოდ APM ტერმინალს, ფოთიანო კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურზე, ჩვენს გარშემო არსებობს რამდენიმე ტერმინალი, 20-ზე მეტი საბაჟო ტერმინალი არის და საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთებს ემსახურებიან. აგრეთვე არის ჩვენი პარტნიორი, რომელიც არის Space ჯგუფი, რომელიც აგრეთვე წლიდან წლამდე მატებას აფიქსირებს ტვირთების დამუშავების. ანუ უკვე არსებული რეალობიდან გამომდინარე, საჭირო არის გაფართოება. ანუ ეს ალბათ უკვე სახელმწიფოს პრიორიტეტებში უნდა იყოს შეტანილი. შეიძლება ჩვენ რაღაც მინიმალური დაგვიმყოფილონ ამ თუნდაც პატარა კილომეტრნახევრიანი გზის შემოვლითი გზის გაყვანით, მაგრამ ფოთის რეალობიდან გამომდინარე, ფოთი უკვე საჭიროებს, რადგან თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ობობას ქსელივით არის თვითონ დანაწილებული ტერმინალებს შორის. და არ ჯობია აქ უფრო გონივრული ხომ არ იქნება, რომ ფართო სურათში შეხედოს სახელმწიფომ და რადგან თქვენთან ამაზე წამოვიდა, მარტო თქვათ APM ტერმინალს არ უყუროს, არამედ მთლიანად ფოთს და საპორტო ინფრასტრუქტურას ქვეყანას რა სჭირდება. მუნიციპალურ დონეზე დაწყებული არის უკვე საუბარი, ჩვენ მქონდა რამდენიმე შეხვედრა მქონდა ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის შესაბამის სამსახურებთან მიმდინარეობს ფოთის განვითარების გეგმაზე მუშაობა. ჩვენის მხრივ დავაფიქსირეთ, თქვათ ჩვენ გამოწვევებს რა წარმოადგენს, აგრეთვე განხორციელდა შეხვედრა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გარშემო არსებულ ტერმინალებთან, ეს დაახლოებით 1 თვის წინ განხორციელდა შეხვედრა და ჩვენ ყველამ დავსახეთ ერთიანი მიზანი, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის ზუსტად ეს, რომ ფოთის დღევანდელი ინფრასტრუქტურა ვერ უმკლავდება არსებულ ნაკადებს. შესაბამისად ეს პოზიცია მიღებულია და დაპირებაც არის, რომ მუნიციპალიტეტი სახელმწიფოსთან მჭიდრო კოორდინაციით ამ საკითხს დაძრავს. გაფართოების პროექტს რო დავუბრუნდეთ, ანუ 1.5 კილომეტრიანი გზის თემაზე შეჯერება არის მხარეებს შორის. ეს დაახლოებით რა ინვესტიცია იქნება სახელმწიფოს მხრიდან გასაღები თუ არის დათვლილი? შეიძლება ითქვას, რომ 10 მილიონ ლარს არ უნდა გაცდეს წესით, არ ვიცი ზუსტად. კი ბატონო. მეორე საკითხი, რაც მე მახსოვს ჩვენი წინა ინტერვიუდან 2 წლის წინ თუ შარშან წელიწადნახევრის წინ შეეხებოდა მიწების გადაცემასაც გარკვეულწილად. აქ თუ შეჯერდით? მიწის გადაცემის საკითხი ღია არის. თქვენ იცით, რომ ეს არ არის მიწა, რომელიც თქვათ ჩვენ უნდა შევიძინოთ, იმის გამო რომ თქვათ რაღაც ახალი ინიციატივა გვაქვს. ეს როდესაც APM ტერმინალსმა განახორციელა პორტის პრივატიზაცია, უпростоრად წინა კომპანიამ რომელსაც განახორციელა, მას უკვე ჰქონდა შეძენილი, მე რა კერძო ინვესტორისგან შეიძინა უკვე APM ტერმინალსმა და ის 100 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, იყო ზუსტად ზღვის სანაპიროს
პარალელურად გამავალი ზოლი. ეს უკვე წლების განმავლობაში მდინარე რიონის ნაშალი იქნა შემოტანილი დამატებითი მიწა. დღეს უკვე სახელმწიფოს აზომილი აქვს და უკვე აქ დაფიქსირებულია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, ეგ საკითხი ჯერჯერობით ღია. იყო საუბარი რომ ან სიმბოლურ ფასად შეგვეძინა, იყო საუბარი რომ თქვა საინვესტიციო პირობა ყოფილიყო. ჩვენ ღია ვართ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვაგზელებთ და ერთ-ერთი პირობაც იყო რომ ეს თავრობაზე გასატანი საკითხი იყო და აღემატებოდა უკვე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის კომპეტენცია შესაბამისად, იმიტომ ვიძახით ყოველთვის რომ ჩვენ ველოდებით თავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეგ არ არის ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება ელოდოთ ინვესტორის მოთმინებასაც ახლა. ხან ახლა ბოლოს გალბატონ მარიამი დაკვირდა რომ დაახლოებით 1 მაქსიმუმ 2 თვის წრეში ჩვენ უკვე დაუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას. ისე ირაკლი კობახიძესთან გქონიათ ამ თემაზე შეხვედრა არ მახსოვს. ირაკლი კობახიძესთან ჩვენ არ გქონდა, მაგრამ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენ ორჯერ გქონდა შეხვედრა, აგრეთვე ჩვენი რეგიონული დირექტორი იყო ჩამოსული, რომელიც აფრიკის და ევროპის რეგიონის დირექტორი არის, აგრეთვე გენერალური დირექტორი მთლიანი ჯგუფის ჩამოსული იყო, მხოლოდ საქართველოში არ განხორციელა შეხვედრა, დავოსშიც განხორციელდა, ანუ პრემიერ-მინისტრის და ჩვენი აღმასრულებელი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციების დონეზე შეხვედრები ყოველთვის მიმდინარეობდა. ამიტომ ჩვენ მაინც სუბორდინაციას ვიცავთ, გვაქვს ქონდა ურთიერთობა ბატონ ლევონთან, ახლა გალბატონ მარიამთან და შემდგომ უკვე აუცილებლად განხორციელდება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. იმედია წერტილი დაესმება, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი და დროს მით უმეტეს დროს და გარშემო მიმდინარე მოვლენებს. კი, ამაზეც აუცილებლად მინდა ვისაუბროთ შუადერეფნის აქტუალობაზე და ახალ კონკურენტზე, ასე ვთქვათ, ტრამპის გზის სახით, რომელიც ცოტა შორეული პერსპექტივაა, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ, შეიძლება ძალიან მალეც. გვყავდეს ახალი კონკურენტი ამ დერეფნის სახით. გაფართოების ნაწილში ეს თემა კიდევ ერთხელ რომ ამოვწურო, თქვენი სურვილია რომ ან სიმბოლურ ფასად, ან საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგეცეთ ეს მიწა, ნაშალი განშექმნილი ტერიტორია და სახელმწიფო ამაზე ჯერჯერობით არ მოგყვებათ, აქ ვერ დაახლოვდა. ჯერჯერობით წინ გადადგმულები ჯერ არის, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ ყოველთვის რომ ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებების. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიცია, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და აგრეთვე თქვა ეს არის მცირე საკითხი, ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც თქვა ჩვენ ვერ შევჯერდით და ამ მიზეზით გაჩერდა მოლაპარაკებები. პოლიტიკური გადაწყვეტილებაზეა საუბარი. მენეჯერები ახსენე რომ თქვა არ შეიძლება კონკურენტ პროექტზე საუბარი, მაგრამ ფაქტია რომ სახელმწიფოს ამჟამად სხვა პრიორიტეტი აქვს და შეიძლება მასაც უკავშირებდე. შეიძლება, ხო, მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აგრეთვე ისიც კერძო და სახელმწიფო პარტნიორობით განსახორციელებული პროექტია, ჩვენი სრულად კერძო პროექტია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს არსებული რეალობა და თქვენ იცით რომ ფოთის ნავსადგური საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის მატარებელი არის და თვითონ როგორც ასეთი 1858 წლიდან სანავსადგური სტატუსი მიეცა უკვე როგორც პორტის სტატუსი და საპორტო ქალაქის სტატუსი მიეცა. აგრეთვე ეს არ არის მხოლოდ სპორტის გაფართოების პროექტი, თქვენ რომ წარმოიდგინოთ მე ვახსენე 20-ზე მეტი საბაჟო ტერმინალი. აქ არის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ფუნქციონირებს, აქ არის 20-ზე მეტი კერძო კომპანია. ანუ ის ფუნქციონირებს უკვე, ხომ, რაღაც არსებულ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ უნდა შევხედოთ, რომ არ შეიძლება ეს შეფერხდეს. ფოთის შეფერხება ნიშნავს რეგიონის და ცენტრალური აზიის შეფერხებას. რაზეც გვაქვს ჩვენ აქცენტი გაკეთებული და რა ტვირთის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. რადგან გავა დრო დამშვიდდება სიტუაცია ჩვენს სამეზობლოში და ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ არსებული ნაკადები გადამისამართდება, რადგან რთულია ტვირთის შენარჩუნება. ტვირთი დანიშნულების პუნქტში ყოველთვის მიაღწევს, გააჩნია რომელი მარშრუტით. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მარშრუტით გაიაროს. ხშირად იმეორებთ ინტერვიუებში, რომ დღეს შუადერეფანი არის ალტერნატივა და არა მთავარი გზა და ამიტომ არ უნდა დავკარგოთ. ანუ გონივრული ეჭვი, ამაზე წინა ინტერვიუშიც საუბრობდით, თქვენ მაინც ესაა, რომ პოლიტიკურ ნებას იქ იმიტომ არ აქვს ამ დრომდე ადგილი და იმიტომ ვერ დაესვა ამ თემას წერტილი და არა ვთქვათ ინვესტიციების, იქ მიწების გადაცემის და სხვა საკითხების გამო. ეს არის მთავარი, რომ რაღაცა ანაკლია ყავთ პრიორიტეტად მთავრობას, თუმცა ვერც ანაკლიაში ვხედავთ სამწუხაროდ ჯერჯერობით დიდ პროგრესს, ხო? მე შეიძლება გადაჭრით ან თუ ანაკლია ინვესტორი იპოვა და დაიწყო ანაკლის მშენებლობა, შეიძლება რომ აი ესე დარჩეთ უბრალოდ ეგ საკითხი საკმაოდ საინტერესო არის. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით კვლავ რომ გავა ერთი თვე და ახლობთ მაქსიმუმ 2 თვე და ჩვენ დაუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას და აბსოლუტურად ყველაფერზე ღია ვართ ჩვენ. რა არის ის გონივრული ვადა
ინვესტორის მოთმინების ზღვარი, რომლის მერეც შეიძლება APM ტერმინალსმა გადაწყვეტოს, ან თუ არის შესაძლებელი, რაღაცა საბაზრო ფასით გადაიხადოთ იმ მიწაში, ის გზაც თქვენ ააშენოთ და რადგან ასეთი სიტუაცია რეგიონში ტვირთები მოდის, თქვენი ინვესტიციით სცადოთ გაფართოება. როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ ახალი ტალღუნჭრელი მოლო უნდა ავაშენოთ, როგორც წესი თქვენ თუ გადახედავთ როგორც არსებულ რეგიონში, თუნდაც ევროპის რეგიონი, ყოველთვის განვითარებული ქვეყნების რეგიონი მომხსოვნოთ, კიდაც შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად მიღებული ფორმა არის, რომ ინფრასტრუქტურას ყოველთვის აშენებს სახელმწიფო. ანუ ის რომ ჩვენ ვაშენ დამცავ მოლს ვაშენებთ და დაღრმავებას ჩვენ ვახორციელებთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს სერიოზული ინვესტიცია არის უკვე კერძო კომპანიის მხრიდან, რადგან როგორც წესი თუ უკვე არსებული არის ინფრასტრუქტურა, შეიძლება ოპერატორი რამდენიმე შემოვიდეს. ამიტომ ჩვენგან სერიოზული ინვესტიცია შეიძლება ჩაითვალოს და ეს APM ტერმინალში შეიძლება 100 წელი გაჩერდეს საქართველოში, მაგრამ ეს იქნება საქართველოსთვის გაკეთებული პირველ რიგში, რომ ახალი ტალღუნჭრელი მოლო, დაღრმავება განხორციელდება ისე რომ შეიძლება უკვე დაერქვას, რომ ხმაწყლოვანი ნავსადგური არის და ჩვენ შეგვიძლია შავი ზღვის არეალში აბსოლუტურად ყველა სახის გემებს მოვემსახუროთ, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ბოსფორის სრუტე გაიაროს. კი ბატონო, წარმატებები APM ტერმინალს ჩვენც მოვიკითხავთ 2 თვის შემდეგ დაახლოებით ხომ რა გაგრძელება მოყვა ამ თემაზე საუბარს ცოტა დრო გრჩება და მე დასაწყისში ვახსენე კონკურენციას ამ დროისთვის წლევანდელი შედეგებითაც ჩანს რომ შუა დერეფანი აქტუალობას არ კარგავს ხომ და იმედი გვაქვს რომ შემდეგ წლებშიც იქნება ეს სიტუაცია მაგრამ მეორე მხრივ ხედავთ ზანგეზურის იუნიქის დერეფნის ეგრეთ წოდებული ტრამპის გზის გააქტიურებას თქვენ როგორ უყურებთ სექტორში, ბიზნესში ეს რა შეცვლის საქართველოსთვის, რამდენად შეიძლება გარკვეული ტვირთები გადამისამართდეს, იქით რამდენად სერიოზული კონკურენტია და ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ დღეს უკვე. საკმაოდ საინტერესო არის ეს ახალია უშუალოდ ასეთი უკვე ინიციატივა რომ ამერიკა ჩაერთო, რადგან ზანგეზური როგორცაც ლოგისტიკაში ჩახედული ადამიანებისთვის არასოდეს ყოფილა, თქვათ რაღაც სიახლე, რომ ყოველთვის იყო მცდელობა, იქ იყო პოლიტიკური სიტუაცია და ეს დღესაც რჩება სხვა შორის გამოწვევად პოლიტიკურ ჭრილში როგორ განხორციელდება ეგ პროექტი და ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ იგივე აქტორები არიან ჩართული, რომელი აქტორებზეც არის დამოკიდებული შუა დერეფანი. ეს არის აზერბაიჯანი და ეს არის თურქეთი. აქ შეერთებული შტატები შეიძლება უფრო პოლიტიკურ გავლენას ახორციელებდეს, ხოლო აქტორი იგივე, ანუ ჩვენთვის საკმაოდ ყურადსაღები უნდა იყოს. როდესაც არსებობს შუა დერეფანი, აგრეთვე შუა დერეფანს აქვს რამდენიმე მიმართულება, თქვენ იცით რომ ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტი ხორციელდება, წლებია გაჭიანურებული არის და აგრეთვე არის ის შუა დერეფანი, რომელსაც ადრე ტრასეკას დერეფანი ეწოდებოდა, შემდგომ რამდენჯერმე შეეცვალა სახელი, რადგან დაფინანსების წყაროებზე იყო დამოკიდებული და ახლა შუა დერეფანია. შეიძლება ვერ ვითარდება ისეთი ტემპებით, როგორი ტემპებითაც უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ შუა დერეფანი წლიდან წლამდე ვითარდება. მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ზანგეზურის დერეფანის რეალურ განხორციელებამ, საკმაოდ დიდი ნაკადი შეიძლება გადამისამართდეს, რადგან იგივე აქტორები არიან და თქვათ ახალ რეალობაში თუ იქ ინვესტიცია ჩაიდება, რა თქმა უნდა, ტვირთი გადანაწილდება. ხო, თქვენ ტვირთებს რო გადახედოთ EUSHOD APM-ის და თქვათ ეს დერეფანი უკვე მოქმედია. აი, პოტენციურად რა ტვირთები, საიდან მომავალი, რა ნაწილი შეიძლება დავკარგოთ? დავკარგოთ თუ გადამისამართდეს, იმიტომ რომ ის უფრო ეფექტური გზაა. ანუ საწყის ეტაპზე ჩემი აზრით უფრო გენერალურ ტვირთებზე იქნება საუბარი და თქვათ იმ საკუთარ კონტეინერებზე, რომელსაც თქვათ ჩინეთი გადაზიდავს ევროპის მიმართულებით. შეიძლება, მას ვიძახი ჰიპოთეტურად. და რაც შეეხება კონტეინერებს, საბოლოო ჯამში თუ ეს დერეფანი შეიძენს უკვე აქტუალურობას და უკვე თქვათ ტრანზიტული დრო შემცირდება, ტრანზიტული დრო საზღვაო ხაზებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და შეიძლება ხანგრძლივადიან პერსპექტივაში კონტეინერიც გადამისამართდეს. ანუ სერიოზულად ყურადსაღები არის და თქვენ ახსენეთ, რომ ვინ და როგორ უნდა მოიქცეს თქვათ სახელმწიფო ერთის მხრივ კერძო კომპანიებს საქართველოში არსებულ კერძო კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაცია უნდა კონდეს, მხარდაჭერას უნდა ახორციელებდეს კერძო კომპანიების და აგრეთვე პარალელურ რეჟიმში საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან უნდა გაგრძელდეს, რომ ჩვენ
დავამტკიცოთ, რომ ჩვენი არის მიმზიდველი და ჩვენი არის სტაბილური. იმ დერეფანს აქვს თავისი დადებითიც და აგრეთვე თავისი უარყოფითი მხარეების და სერიოზული პოლიტიკური პროექტი არის და კონკურენტი ხდება. კონკურენტი თუ პროექტი განხორციელდა, კონკურენცია ცალსახად დიდი იქნება. და კონკურენციაში კიდე მაგრამ ჯერჯერობით სტაბილურ დერეფნად უფრო ჩვენი დერეფანი აღიქმება, რომელიც რაღაც პოლიტიკური ამ თემაზე ყოფილა საუბარი კომუნიკაცია მინისტრის თუ არა მინისტრის მოადგილის დონეზე, თქვათ ლოგისტიკურ კომპანიებს. რა თქმა უნდა, მინისტრის მოადგილის დონეზე ჩვენ მქონია საუბარი. ეგ ქონდა საუბარი ბატონ გურამ გურამიშვილთან ზანგეზურს განვიხილავთ ჩვენ სავარაუდო მოსალოდნელ შედეგებს. განვიხილავთ ყოველთვის კონკურენტ დერეფნებს განვიხილავთ როგორც ჩრდილოეთის აგრეთვე სამხრეთ დერეფანში აგრეთვე არა მხოლოდ ზანგეზურის თქვენ თუ დააკვირდებით თურქეთის შავი ზღვის პორტები როგორ ვითარდება სერიოზული ტემპებით ვითარდება თურქეთი ყოველთვის მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის და თქვა ბოსფორის არეალში ფართოვდებოდა და თქვენ იცით რომ ერთ-ერთი სერიოზული ინფრასტრუქტურა აქვს ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით თურქეთს, მაგრამ ახლა სერიოზული ყურადღება მიაქციეს შავი ზღვის პორტებს. ეს შეიძლება უფრო მეტი გამოწვევა აღმოჩნდეს ჩვენთვის ვიდრე ზანგეზურის დერეფანი. ცოტა დრო გრჩება და რომ შევაჯამოთ ერთგვარად კიდევ ერთხელ მთავარი თემა ალბათ მაინც ქვეყნისთვისაც და უშუალოდ ინვესტორისთვისაც არის ფოთისპორტის გაფართოება ჩვენთვის 300 მილიონიანი ინვესტიციით მე დასაწყისში ლევან დავითაშვილი ბახსენე ის ასე ვთქვათ თქვენკენ გადმოქონდა ხოლმე ისრები რომ ხშირად იცვლიდნენ პოზიციას და ამიტომ ჩვენც ვერ ვყალიბდებოდითო დღეს APM ტერმინალს ნამდვილად სურს ფოთისპორტის გაფართოება და არ იცვლის ამ მხრივ ასე დღეს ნამდვილად სურს. და ახლა უკვე ელოდებით სახელმწიფოს გან პოლიტიკურ ნებას მთავარი არის ეს ხომ მიუხედავად იმისა რაც ქვეყანაში ხდება ზიად გულისხმობს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს და ასე შემდეგ ეს ახდენს გარკვეულწილად გავლენას უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს თქვენი მხრიდან, როდესაც ფიქრობთ ინვესტიციებზე თუ მაინც მზად ხართ, რადგან აქ ხართ. ერთი მხრივ ჩვენ წარმოადგენთ ლოგისტიკის სექტორს და თქვენ იცით რომ როდესაც მოსალოდნელზე მეტი არის თვირთის მატება, მაგ დროს ნაკლებად შეიძლება ექცეოდეს პოლიტიკას ყურადღება. მეორე რიცხვი რა თქმა უნდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ყოველთვის აისახება საბოლოო ჯამში კერძო სექტორზე და ლოგისტიკა იქნება თუ თქვათ სხვა დარგი, რა თქმა უნდა, აისახება მიმდინარე ეტაპზე, საკმაოდ ნორმალური გვაქვს ურთიერთობები, რადგან როდესაც რაიმე პოლიტიკური იცვლება და თქვათ ზეწოლას აპირებს სახელმწიფო, იქ რეგულატორი ყოველთვის გირთულებს სიტუაციას და აისახება, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს რეგულატორთან, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამინისტროსთან, რკინიგზასთან, საბაჟოსთან, ეს არის აქტორები, სასაზღვრო პოლიცია, რომელსაც შეუძლია და პირველ სიგნალებს ყოველთვის ინვესტორი და კერძო კომპანია გრძნობს, არა მხოლოდ რაღაც გლობალური პოლიტიკისგან, არამედ უკვე ტექნიკური მარეგულირებლებისგან და თქვათ არაპირდაპირი მარეგულირებლებისგან. დღესდღეობით პირიქით მხარდაჭერა გვაქვს და საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობთ მათ დახმარების გარეშე შეუძლებელიც იქნებოდა მატებასთან კი ბატონო და ბოლო კითხვა 2 წლის წინ იყო საზღვაო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რის გამოც ერთგვარი ასე ვთქვათ რბილად რო ვთქვათ ცოტა დაძაბული ურთიერთობა იყო პეის ჯგუფსა და APM ტერმინალს შორის და მე მახსოვს თუ ცვლილებები დაკანონდება, აი შეიძლება არბიტრაჟშიც კი წავიდოთო. საბოლოოდ კანონმა დაგალაგათ ასე ვთქვათ მაინც კონკურენტები თუ პარტნიორები. მე უფრო ვიტყოდი რომ სიტუაციამ დაგვალაგა და იმ მოცემულობამ რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ რაღაც მხრივ კონკურენტები, მაგრამ ჩვენ ერთ არეალში ვართ, ერთ ნავსადგურში ვსაქმიანობთ და თქვენ იცით რომ ჩვენი რამდენიმე ნავმისადგომი მათ იჯარით აქვს დაღებული ხანგრძლივადიანით და ჩვენ გვიწევს ყოველდღიური კომუნიკაცია, ეს იქნება სტანდარტები, ეს იქნება უსაფრთხოება, ჩვენ გვიწევს ისედაც ურთიერთობა და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა, რაღაც გართულება იყო, რომელიც უფრო სხვა საკითხებს ეხებოდა, აქ უფრო თანხობრივი იყო და ვერ ვიტყოდი რომ უფრო კანონმა დაგვალაგა, რადგან დღესდღეობით ხელშეკრულება არ არის მოწერილი ჩვენს და ეს ჯგუფს შორის, მაგრამ საქმიანობთ ისე რომ არავის გვექნება ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა და პირიქით ვიტყვი რომ უფრო მეტად მჭიდრო გახდა ჩვენი თანამშრომლობა და ალბათ უფრო მჭიდრო გახდება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი რამდენიმე კონკურენტი გაგვიჩნდა უკვე არა მხოლოდ ფოთში, არამედ უკვე ჩვენს გარშემო და შესაბამისად მეტად და მეტად დავახლოვდებით
და ერთ მიზანს ვემსახურებთ, რომ ორივე უნდა განვითარდეს, ორივე ოპერატორი. კი ბატონო. ჩვენ დროც ამოიწურა, წერტილი რას დავუსვათ, მაშინ ამ ქვეყანაში ან ზოგადად რა არის დღეს თქვენთვის როგორც ბიზნესისთვის ყველაზე სუსტი წერტილი ის დასრულებასაც ისურვებთ? არა მხოლოდ თქვა ნავსადგურის ოპერებიდან გამომდინარე ზოგადად წარმოადგენდა ეგრეთ იყო პერიოდი რაღაც გადამზდა კომპანიებს ფორვარდერებს და ყოველთვის პრობლემა რაც იყო და რასაც წერტილი უნდა დაესვას ეს არის სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის კონკურენციას. სახელმწიფო უნდა იყოს ის გარანტი, რომლის ქმედებებსაც მოყვება კერძო სექტორის განვითარება. ლოგისტიკაში სამწუხაროდ დღესდღეობით კვლავ არსებობს, არის აქაც საუბარი, თქვა რკინიგზის ახალ ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი და აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის მაგერად პარტნიორობაზე გადავიდეთ და დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. დღესდღეობით სახელმწიფო კონკურენციაში არის შესული კერძო სექტორთან ლოგისტიკის ნაწილში. ან სახელმწიფო ტერმინალი, სახელმწიფო ოპერატორი, სახელმწიფო გადამზიდავი, არის რაღაც ექსკლუზიური ხელშეკრულებები, რაც თქვა საფერხებს, თქვა პორტში არის საბოლოო დანიშნულება და უნდა იყოს პორტებს შორის პირდაპირ მიმოსვლა, რასაც ჩვენ ყოველთვის აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ უწყებას ჩვენ ხედვას ვთავაზობთ და ჩვენ სოდნას უზიარებთ და ზუსტად ამ ნაწილში ვიძახი, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის კონკურენციას უნდა დაესვას წერტილი. კი ბატონო, ნახოთ ახალ მენეჯმენტს რა ხედვა ექნება ჯერჯერობით, როგორც ვიცი, ოპტიმიზაციით არიან დაკავებულები. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი. ხვალამდე გემშვიდობებით.